ახლა იმ სათამაშოს შესახებ ვისაუბროთ, რომლის თაობაზეც მთელი მსოფლიო საუბრობს და რომელიც საქართველოშიც დღითი დღე უფრო მეტად ხდება პოპულარული, ეგრეთ წოდებული სპინერი. რა არის? ეს არის ერთგვარი ანტიდეპრესანტი თუ კარგად შეფუთული მარკეტინგული თვალსაზრისით კარგად შეფუთული პროდუქტი. სოფო დონაძის რეპორტაჟი ვნახოთ. სხვადასხვა ფერის, მასალის, ზომის, ფორმისა და ფასის მბრუნავ სათამაშოს ყველა ასაკისა და კატეგორიის ადამიანის ხელში შენიშნავთ. 27 წლის სოფოც მათ შორის არის. ჩანაცვლა ჩემთვის ბევრი ისეთი ჩაოლებრივი თვისება, რომელიც სხვადასხვა რაღაც კავკონსა რაღაცას იწევდა, თუმცა ეს ბევრად უფრო საინტერესოა, მამშვიდებს უბრალოდ და მეტი არაფერი. ჩემთვის გასართობია. სათამაშო განსაკუთრებით აქტუალური სკოლის ასაკის ბავშვებშია, ამას მშობლებიც ადასტურებენ. დღეებია ძალიან ხშირად მთხოვს ამას, თითქმის ყოველ გაულაზე და იმაზე სურჩერდებით ამ სტენდთან და ხშირად ათვალიერებს და შევიძინეთ ეს შვენიერი სათამაშო. ფსიქოლოგების თქმით, სათამაშო სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის შეიქმნა. მათი განმარტებით, ეგრეთ წოდებული სპინერით ადამიანი მოზღვავებულ ფსიქიკურ ენერგიას ხარჯავს და მნიშვნელოვანი სწორედ იმის დადგენაა, რაც ამ მოჭარბებულ ენერგიას იწვევს. ეს სათამაშო იწვევს მიჩვევას და თუ არ გაკონტროლდა დოზა ამის გამოყენების, მივიღებ ჩვეულებრივ ადიქციის ფორმას, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი გახდება დამოკიდებული რაღაცაზე. PR-ის სპეციალისტები ეგრეთ წოდებული სპინერის პოპულარობას მარკეტინგული კომუნიკაციების სწორად გამოყენებით ხსნიან. როცა ყველგან არის ეს პროდუქტი, როცა ყველა ამაზე საუბრობს და ასე ვთქვათ, სანდო აუდიტორიის მხრიდანაც მასზე რეკომენდაცია მოდის, ეს ნიშნავს იმას, რომ სწორი სტრატეგიული გათვლებია მარკეტინგული კომუნიკაციის კუთხით. ეგრეთ წოდებული სპინერი 1993 წელს ინჟინერ-ქიმიკოსმა ფლორიდელმა კეთრინ ჰეტინგერმა გამოიგონა, თუმცა მის პატენტს ვადა 2005 წელს გაუვიდა. ახლა კი სათამაშოს ბაზარზე ახალი სიცოცხლე დაუბრუნდა. საერთაშორისო გამოცემებზე დაყრდნობით ეგრეთ წოდებული სპინერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში უკვე აიკრძალა.